იქნებ რამე უფრო სასარგებლოთი დავკავდე? დამიჯერე, ნაკლები ზიანია, როცა არაფერს ვაკეთებთ. ეს რა, ნიკოლი ყვირის? ჯანდაბა, იმედია არ უნახავს მის კოსმეტიკას, რა უქენი? კარგი. რა უქენი? ჯობს არ იცოდე, დამატებით მოგიწევს აღიარო, სად გაქვს სპორტული შარვალი? რა მოხდა? ახალი მუწუqi გამოგივიდა? თუთ მაგცვივა? არა, კივილით თუ იმსჯელებთ, სულ მცირე 2 კილოთი მოიმატა. მოიცა, საერთოდ არ მეცინება. 3 დღეა ვერ ვიძინებ. რატომ? გეშინია რომ თუ დაიძინებ შენ წილ საჭმელს შევჭამთ? საშინელი სიზმრები მესიზმრება. მალე შიშისგან ვეღარ ვილაპარაკებ. საწყალ პატარა ნიკოლს საწოლში დაძინების ეშინია. იქნებ საწოვარა და სათამაშო მოგიტანოთ? ნიკოლ, კარგი რა, ეს უბრალოდ სიზმრებია. გაგიმართლა რომ შიშისგან საწოლი არ დაასველე. ყველა ასეთი იღბლიანი არ არის. ვინ მოიგონა საერთოდ რომ ყავა ენერგიას გმატებს? უკვე მე-6 დღეა ფინჯანი დავლია და აზრი არ აქვს. ზუსტად, ენერგეტიკული ბატონები გვაქვს. ნიკოლ, აქ რა ხდება? შენ რა? ყავა მთლიანად დალიე? კი, და ენერგია მაინც არ მაქვს. რა მოხდა? ისეთი დაღლილი ხარ, თითქოს 2 დღე არ გიძინია. აი, სწორად გამოიცანი. 2 კი არა, 3 და რა მოხდა? მუდმივად კოშმარები მესიზმრება. მალე კი კიდევ უფრო გავგიჟდები. ნიკოლ, ეს მხოლოდ სიზმრებია. შეგიძლია იფწკინო ხოლმე და გაიღვიძე. კარგი, კიდევ ვცდი, მაგრამ თუ ვერ გავიღვიძებ, შენს სინდისზე იქნება. მართლაც საშინელება, როდესაც თაყვანისმცემელი გთხოვს, რომ საკუთარი თავისთვის გადაიხადო და შენ ამ დროს ფული არ წამოგიღია. ჩუტყვავილა და დიარეა და ეს მხოლოდ და მხოლოდ კოშმარია. ვიფწკენ და უცებ გამეღვიძება. ვიცოდი რომ ტვინი არ გქონდა, მაგრამ მეგონა რომ თვალები მაინც გექნებოდა. საშინელი სიზმარი ვნახე. სიზმარში რაღაც არამეწიერი საფრთხის შესახებ გამაფრთხილეს. სამწუხაროა რომ ტანია სამშობიაროში არ გააფრთხილეს რომ უცნაურობებით გაიზრდებოდი. 300-ჯერ დავფიქრდებოდი რა გამეკეთებინა. გეუბნებით რომ რაღაც საშინელება ხდება. რაღაც საშინელი ხმა მეუბნება. წითელი ფერი მთლიანად გშანთქავსო. იქნებ კბილეულის ჭამისგან სახეზე გამოგაყაროს? როგორ ვერ ხვდებით? სისხლზე არის საუბარი. საავადმყოფოში წასვლა გარდაუვალია 100%-ით. კარგი. რამე ლეპტოპი ჩემია. ნიკოლ, შეწყვიტე ნერვიულობა. ხო, თორემ სტრესისგან თმა დაგცივდება და გამელოდდები. მელოტის თქვენ ორზე ლამაზი ვიქნები, მაგრამ შენ შამპუნებში ბევრი ფულის დახარჯვა აღარ მომიწევს. გადაპარსო უკეთესი ვარიანტია. მადლობა მხარდაჭერისთვის, დედა. აი, ჯობს соуსი დადო მაგიდაზე. ჩემი საფირმო რეცეპტი. და კიდევ შენ ამბობ, რომ ხელები არასწორი ადგილიდან მეზრდება. ნიკოლ! რა? სულ წითელი ხარ. მოიცა, წითელმა ფერმა მთლიანად ფშთანთქა. ზუსტად ისე, როგორც შენს სიზმარში. соуსზე იყო საუბარი? მე უფრო სერიოზული რამე მეგონა. კარგი, გეყოფათ. ეს უბრალოდ დამთხევაა. სრულიად შემთხვევითობაა. ისევე როგორც გუშინ შენმა ლამაზმა მეზობელმა რომ მოგესალმა. კარგი, ნიკოლ, ეს უბრალოდ კოშმარებია. ეს რეალობა არ არის. ეს უბრალოდ ფანტაზიაა. ეს რა იყო? უკვე მძინავს? ვინ არის აქ? არ მინდა სიკვდილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მე ხომ სიმზის კბილები ჯერ კიდევ არ ამომსვლია. ჩემს დედამთილს ჯერ არ დაუწონი ვარ ჩემი კულინარიული უნიჭოების გამო. გთხოვ, არა. გაგიჟდით? გული კინანამ გავიჩერდა. კარგი რა. ჩემი აზრით სასაცილო იყო. დიახ, სიცილს ძირს ვიკავებდით. ხომ იცით, თქვენი სულელდური ხუმრებების გარეშეც ვერ ვიძინებ. კარგი რა. უკვე სიზმრებით ხარ შეპყრობილი. უკეთესი იქნებოდა საჭმის კეთებით რომ იყო შეპყრობილი. ხუმრობების შემდეგ თქვენ ადგილას ჩემი გაკეთებული საჭმლის წამა შემეშინდებოდა. კი, შურისიებისთვის სახლში ყოველთვის გვაქვს საფახარათო საშუალებები. დედა, საქმე ცუდადაა. შენი ამ ისევ ჩაიცვა ჩემი კაბები გასართობად და მე დახია? უარესი, ძალიან მეძინება. ასანტის ღერები უნდა ჩავიდო თვალში, რომ არ დავხუჭო თვალები. დაწექი, რაში არის პრობლემა? არ შემიძლია, კოშმარები, სულ უფრო და უფრო მჭამს. არსებობს შესანიშნავი გზა, გონების გასაწმენდად და ღმაძილში გადასასვლელად. შენი საძილე წამლის გამო, ჯერ კიდევ ყველაფერი მეფხანება. სკოლის ავტობუსის ბავშვები უკვე ავრცელებენ ჭორს, რომ ტყის ბატის დაავადება მაქვს. მოიცა, მაგაზე არ გეუბნები, მედიტაციაზე ვსაუბრობ. და ეგ საერთოდ სისულელია, სულელების გამოგონილია, რომ სხვებმა დაიჯერონ.
დაღლილობა, ჯაჭვებით დაგაბა, ისინი არ აძლევენ ძილს საშუალებას, რომ შეაღწიონ შენს გონებაში. წყვეტ ჯაჭვებს, ძილი მთლიანად გშთანთქავს, თავს მოდუნებულად და კომფორტულად გზნობ. კარგი სიზმრები შენი ცნობიერების კარებში იპარებიან. ნიკო, შენ ყველაფერი კარგი ხარ. აბა ნიკო, დამამშვიდებელია? არ მეგონა რომ ეს სისულელე რამეში დამეხმარებოდა. ნიკოლ, სულ გაგიჟდი? ჯანდაბა არ მუშაობს. კარგი რა, ჩემს ცვალს აიღებ, ის ამაზე უკეთესიცაა. და მიმოწერა? მტკიცებულებების გარეშე ბიჭები ნამდვილად არ დამიჯერებენ, რომ ანჯელინამ სკოლის ყველაზე მაგარმა გოგომ მომწერა, რომ სასაცილო ვარ. მას სურდა მოეწერა უცნაური, მაგრამ ტაცხრამ შენი კახარება გადაწყვიტა. მე შენ გიჩვენებ, ეს უკვე ზედმეტია. გაჩერდი. აუ, ჩემი სულელი ძმა ძილშიც კი მოსვენებას არ მაძლევს. კარგი, ახლა შური უნდა ვიძიო. ნიკოლ, სულ გაგიჟდი? ჯანდაბა, ეს არ მუშაობს. კარგი რა, ჩემს ძილს ავიღებ, ის ამაზე უკეთესიცაა. და? მიმოწერა? მტკიცებულებების გარეშე ბიჭები ნამდვილად არ დაგიჯერებენ, რომ სკოლის ყველაზე მაგარმა გოგო მოგწერა, რომ სასაცილო ხარ. საიდან იცი? ჩემს ტელეფონში იჩხრიკებოდი? ეს უკვე ზედმეტია. გაჩერდი. გაჩერდი. რა იყო, რამე სისულელე გინდა რომ თქვა? ეს ყველაფერი უკვე ვნახე, სიზმარი ახდა, ყველაფერი, მიმოწერა, ტელეფონი, ჩხუბები. რა სისულელეს ამბობ? არანაირი სისულელე არ არის. მოიცადე. ანუ ამბობ რომ სიზმარი დაგესიზმრა და მაშინ ვიახდა? კი, აბა საიდან მეცოდინებოდა მიმოწერის შესახებ? კარგი, იქნებ წაიკითხე. ეშმაკქალებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. ნიკოლ, უბრალოდ ყურადღების მიპყრობა გინდა და მაგიტომ იგონებ ამ სისულელეებს? ეგრე რომ იყოს, ინსტაგრამზე ვიდეოს გამოვაქვეყნებდი, სადაც სასურაო ტრუსით გახარ და უნიტაზის ჯაგრისით იზემღერი, თითქოს მიკროფონი და იყოს. რა, ყველა მასე არ აკეთებს? ხო, კარგი, დაგიმტკიცებ. არ შეერათ ჩემი და იქნებ არც მე მჯერა რომ ჟემია ჩემი ნათესავია, მაგრამ ჩუმად ვარ. დალუმტკიცებ, მე ავტოგრაფს მომთხოვენ, თუმცა მაგარი ნათელმხილველი გავხდები. საით გაგიწევიათ? წავალთ და მაისურებს შევუკვეთავთ წარწერით, ჩვენ ვიცნობთ ვარსკვლავ მის ნიკოლს. სერიოზულად? მაინც არ გჯერათ? კარგი, იცი რა არის ნიკოლ? რომ გეთქვა რომ გონია რომ თითქოს გაგიჟდი, დაგიჯერებდით. სულელური წინასწარმეტყველური სიზმრები შენი ინტერნეტ თაყვანისმცემლებისთვის შეინახე. მაშინ საიდან ვიცი რომ ჟენიამ ბოგდანის ფეხსაცმელი იატაკზე მიაკრა და თუ გავლა შეეცდება წაიქცევა? რაღაც სისულელეა. საიდან იცოდი? აქეთ-იქეთ ვიყურებოდი და არავინ იყო იქ. 300 ჯერ გითხარით და 300 მე ერთადაც გავიმეორებ. რაღაც კავშირი მაქვს სიზმრების სამყაროსთან და ვხედავ რა მოხდება. სერიოზულად? არ ხუმრობ? ანუ ეს ყველაფერი თქვენ ტვინებამდე მივა ვალდემარი მოახერხებს ტაილანდში ვარდების ფანტაზიის გაზრდას და მათ აქ ტრანსპორტირებას. კარგი, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი და დავიჯერებთ. მიდი, დაიძინე, დაინახე მომავალი. მოიცა, სანამ მიყურებთ, ვერ დავიძინებ. კიდევ ჩვენ უნდა შეგექმნათ დამატებით კომფორტული პირობები? ისედაც ჩვენიურად ხარ მოკალათებული. ასეთი სტრესის შემდეგ, აბა თვითონ სადეთ დაძინება. კარგი, ექსპერიმენტის გულისთვის დაძინებაში დაგეხმარებით. ცხელია. აი გვირილის ჩაის, ჯანჯაფილის ჩაის და სხვა ყველა ჩაის ნაკრები. ტანია ამბობს, რომ დაგაძინებს, უფრო მაგარი იქნება, ვიდრე ზაფხულის სარდადეგების დაწყებამდე სკოლის კოროზე. იავნანას გიმღერებ. იავნანა ვარდონანა. ვინც ახლა არ დაიძინებს, შეიძლება დებილი გახდეს. იავნანა ვარდონანა, იავნანინაო. თვალები დახუჭე, თორემ გელი მოვა და გიგბეს. გაჩერდი, არა! დედა საფრთხეშია. რა მოხდა? რა ნახე? და სად მივდივარ? დედა საფრთხეშია. მას თავს დაესხმებიან და გაძარცვავენ. როდის? ძალიან მალე. სხვა სიზმრებიც მაშინვე ახდა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. გაძარცვა თავიდან უნდა ავაცილოთ და ტანია გადავარჩინოთ.
მოვასწარით. რა მოასწარით? თუ ტკბიდეულის ფულის სათხოვნელად მოხვედით, მაშინ არა. სახლში გემრიელი თევზის სუპია და ისჭამეთ. დედა, სახლში უნდა დარჩე. თუ გარეთ გახვალ, თავს დაგესხმებიან და გაგზასწვავენ. საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ნიკოლის სიზმრებია. მას მომავალი ესიზმრებოდა. დაინახა რა შეიძლება რომ დაგემართოს. ისევ ნიკოლის სიზმრები. მოიცა, გაგიჟდით? ხომ გითხარით, დიდი ხანი კომპიუტერთან არ უნდა იჯდეთ? ეგ რა შუაშია? რაც ქვია, რა შუაშია? ყველა მშობელი, როგორც წესი კომპიუტერს აბრალებს. რით ვარ მე უარესი? სულ ესა, უნდა წავიდე. და ახლა რა უნდა ვქნათ? გავყვეთ სასწრაფოდ. უნდა გადავარჩინოთ. როგორ უნდა გავიგოთ, როდის უნდა გამოჩნდეს მძარცველი? დაახლოებით მახსოვს ადგილი, სადაც უნდა მოხდეს. ტანიას უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. რადგან გავჩერდით, იქნებ ბუჩქებში გავიდე? ცუდი დრო შეარჩიე. კარგი, მაშინ რატომ გავჩერდით? მოიცა, სადღაც აქ მოხდება. აი, ტანია გაჩერდა. რატომ? როგორც ჩანს, ჩანთიდან რაღაცას იღებს. აი ისიც, ქურდი. მოდით, დავიჭიროთ. ჩვენ ციხეში ჩაგსვამთ. ცას მხოლოდ გისოსებიდან დაინახავ. გეცოდინება რომ დედა ჩვენს თავს არ უნდა დაესხა. აქ რა ხდება? ჩვენ ახლახან გადაგარჩინეთ შენ და შენი ნივთები ამ დამნაშავისგან. ნიკოლ, ეს ხუმრობა არ არის? მართლა ხედავ მომავალს? კარგი. რატომ მიჯერებთ მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცისგან გიხსნით? ახლა ეს მოდის მოყვარული, შენი ძვირადღირებული ჩანთით გაიქცეოდა. არ ვიცი, უშენოდ რას ვიზამდი. ამჯერა რომ გადამარჩინე. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ფილმში ვარ. აი დედა, და შენ ამბობდი რომ უსარგებლო ვიყავი. და ეს რა არის? იქნებ წერილი თაყვანისმცემლებისგან? მოიცა, ჩემი თაყვანისმცემლები თაიგულებს მიგზავნიან და არა წერილებს. რა არის? გამარჯობა, რჩეულო. უზენაესმა ძალებმა აგირჩიეს. სამყარო დიდ საფრთხეშია. ახლა შენ საიდუმლო საზოგადოების წევრი ხარ და დაუყოვნებლივ უნდა მოხვიდე ჩვენ შტაბ-მინაში. რა? რჩეული? სოფლიო საფრთხეშია? კი, მაგრამ რა მოხდება? ნიკოლ, არსად გაგიშვებ. ეს ხომ საშიში არის. და ახლა რა მოხდება? არ ვიცი, როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრება აღარასდროს იქნება იგივე. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. ბადალთან უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და რა დაგავიწყეთ მისი დალაიქება და ჩვენ გავიქეცით, კარგად.